პირველი კუთხური წამასობაში. ნუ გარდამავალი უპირატესობით წარიმართება ალბათ თამაში დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები არიან. პაპავა, რომელიც 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. კიდევ ერთი გაფრთხილება. და საერთოდაც ცეცხლაძე არის გაძევებული. 10 კაცით რჩება გარეჯი მატჩის მერვე წუთზე. კოშმარული დასაწყისი. ნახავთ ამ მომენტს განმეორებით და საინტერესოა პირველ ჯერზე გასაგებია იმსახურებდა გაფრთხილებას. კეთესი რაკურსი თუ იქნება, აი, კი ბატონო. გაბიტაშვილი მარცხენა ფლანგიდან ტრადიციულად ისაცვლის ხოლმე კუთხურებს. აქ მოსაშვილი დარტყმა გარის მიმართულებით დაიბლოკა. მოიგერიეს ჯერჯერობით ეშეტევა, მაგრამ ეკონგოლომ როგორ გარისკა ჩაწოდება საჯარიმოში. ძელმა გადაარჩინა გარეჯი გაშვებულ გოლს, გრძელდება შეტევა. ეს ამ დარტყმას კი ძებნიაური ბლოკავს. ნუ კუტალაძემ როგორ გააყოლა ბურთვალი, ეგონა რომ ალბათ ეს ბურთი კარის ჩარჩოში არ მიდიოდა. მარკინაშვილის ჩაწოდება, იობაშვილის დარტყმაც ვიხილეთ, თუმცა არ იყო ეს დარტყმა ზუსტი. ჩაწოდება საჯარიმოში, კუტალაძე ცოტა ანერვიულა გარეჯის კომაგი. გაბიტაშვილი, უბილავა, ალბათ კიდევ ერთი ჩაწოდება იქნება. კიდევ ერთი ჩაწოდება. მცველები აქაც ყურადღებით თამაშობენ, დარტყმა გარის მიმართულებით, უფრას სახიფათოდ გაისროლა ფირუზ მარაქვერიძემ. გაშეშდა ადგილზე ლუკა კუტალაძე და გადარჩა გაშვებულ გოლს გარეჯი. შევიდა საჯარიმოში, მედოშვილი წაიქცა და იქნება პენალტი. პენალტი გარეჯის სასარგებლოდ. აი ასე. კაცნაკულმა გარეჯმა მოიპოვა 11 მეტრიანი და ვინ? ვახო ბედოშვილმა. თითქოს გაბიტაშვილმა გამოწია ფეხი შემდგომ, აი აქ არ ჩანს. გეტყვით იმას, რომ თუ ვარმა ვერ გადაწყვიტა და ვერ განსაჯა ეპიზოდი, მაშინ რჩება პირველივე ვერდიქტი ძალაში მსაჯის მიერ დაფიქსირებული. უკვე მიიღო ბრეგაძე, არ იქნება პენალტი, მაშინ უნდა გააფრთხილოს ბედოშვილი. მაშინ ეს არის სიმულაცია. აი ესე გაუქმეს პენალტი საგარეჯოელებს. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა შედგა და გადარჩა ამჯერად უკვე გარეჯი გაშვებულ გოლს. ვერ ჩაკეტა შორეული კუთხე გაბიტაშვილმა. ბედოშვილი წავა მოტყუებაზე აუცილებლად. პაპავა დარტყმა გარის მიმართულებით, ვეკუას მეორე შორეული გასროლა, თუმცა ამჯერადაც სჯაბნის მას ლევან თანდილაშვილი. არაქველიძე გაბიტაშვილი აი ახლა გადაარტყა და გადარჩა ამჯერადაც გარეჯი. თუმცა მთავარი მოვლენა მოყვა აი ამ კუთხურს ცნობილაძის დარტყმა და მეორეჯერ ხსნელად მოევლინა ძელი საგარეჯოს გარეჯს. აშელეიშვილი კარგი პასი დარტყმა გარის მიმართულებით. ეს რა დარტყმაა? ეს რა დარტყმაა გოგნაძის მხრიდან?